ვსაუბრობთ მე-9 საათზე ნათი ალაზაშვილთან ერთად საღამომშვიდობისა რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. რა როლი ჰქონდა ახმედ უმაროვს და ახმედ ჩატაევს ლაფანყურის ისტორიაში? ცალხელა ახმედი დაკავებულია დოკუ უმაროვის ძმა კი შესაძლოა თბილისში იმყოფებოდეს. ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია თქვენგან შევიტყვე და გადავამოწმებთ შესაბამის ორგანოებს. ალბათ ახმედ ჩატაევის განთავისუფლებაზე იქნება ლაპარაკი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები ახმედ ჩატაევის დაკავებას უკავშირდება. ის ძალიან ავტორიტეტული ახალგაზრდაა. ჩვენ თანამოქალაქის თავს და ეს 30 პირი აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავდასხმა აქციის შემდეგ თელავში ქართული ოცნების შეკრებაზე ჩასული ქისტები 30-მდე ადამიანმა სცემა. ძალიან ბევრი იყო, ვიცი. იქვები რა ვიცი, არა ეჭვება. სატელიტური თეფშები მათთვის, ვისაც ტელევიზორი არ აქვს. დათანხმდება თუ არა მაესტრო შეთავაზებას, ხელისუფლება თეფშებზე ყადაღას ხსნის, თუმცა იმ პირობით, რომ ამ თეფშებს თავადვე დაარიგებს. არის სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახები, სადაც საერთოდ ტელევიზორი არ არის. და იქ სადაც ტელევიზორი არ არის, რა უნდა სატელიტურ ანტენას, ხო? ვინ არის ახმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა ახმედა, რომლის დაკავების ფაქტი ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ინფორმაციამ გაჟონა. ჩატაევი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და ავსტრიაში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი, ევროპაში კავკასიის იმარას წარმოადგენს. ის FSB-ს მოთხოვნით რამდენჯერმე იყო დაკავებული, თუმცა ვერც ერთხელ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა მისი რუსეთისათვის გადაცემა. ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი ახმედ ჩატაევს დღეს ახმედ უმაროვთან ერთად ახსენებს. მისი თქმით, დოკუ უმაროვის უფროსი ძმა ჩატაევთან ერთად პანკიში დაჯგუფებას წვრთნიდა. ეს სწორედ ის ახმედ უმაროვია, რომელმაც რადიო ეხო კავკასიის ეთერში თბილისიდან დარეკა და უცნაური განცხადებები გააკეთა. რუსეთისათვის ნომერ 1 ტერორისტად გამოცხადებული დოკუ უმაროვის ძმა ახმედ უმაროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი მოჯაჰედების სიკვდილზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს არ ეგისრება. ეს განცხადება ახმედ უმაროვმა ეხო კავკასთან საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტი წერს, რომ თბილისში მყოფი უმაროვი რედაქციას თავად დაუკავშირდა. მცირე კომენტარისას ჩრდილო კავკასიური დაჯგუფების ლიდერის ძმა ლოპოტის ხეობაში მომხდარის განმარტებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, დეტალების გამხელის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. როდის და რა მიზნით ჩამოვიდა ახმედ უმაროვი თბილისში, ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს. ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია თქვენგან შევიტყვე და გადავამოწმებთ შესაბამის ორგანოებს. ახმედ უმაროვის კომენტარამდე 2 დღით ადრე 8 სექტემბერს რადიო ეხო კავკასიის მთავარმა რედაქტორმა ანდრეი ბაბიცკიმ ინტერვიუში იმ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც მისივე თქმით ლონდონიდან მიიღო. ეს არის ქართული სპეცსამსახურების ოპერაცია, რომელიც მათი და ჩეჩნების ერთობლივი მონაწილეობით მომზადდა. ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ განადგურდა ახმედ ჩატაევის და დოკუ უმაროვის უფროსი ძმის, ახმედ უმაროვის მიერ იქნა ფორმირებული. ბიჭები ამ ჯგუფიდან ძირითადად პანკიში ვარჯიშობდნენ. რა მოხდა უშუალოდ ადგილზე, რატომ დახვრიტეს ეს ჯგუფი, ამის შესახებ ალბათ იციან მხოლოდ ამ ჯგუფის წევრებმა და ქართველმა ძალოვნებმა. კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი მე-9-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ახმედ უმაროვი თბილისში ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ინფორმაციას სპეცოპერაციის დროს ლოპოტის ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევის განთავისუფლებაზე. ალბათ ახმედ ჩატაევის განთავისუფლებაზე იქნება ლაპარაკი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები ახმედ ჩატაევის დაკავებას უკავშირდება. ის ძალიან ავტორიტეტული ახალგაზრდაა. ის ძალიან სახელიანი კაცია, ასე რომ თვითონ დოკუ უმაროვიც კი ჩაერევა მის განთავისუფლებაში. შესაბამისად ჩვენი ვაჭარი ხელისუფლება გამოიყენებს ამ სიტუაციას და ივაჭრებს ასე ვთქვათ თავის სასარგებლოდ. ზალ კასრელიშვილი 2000 წელს ახმედ უმაროვთან დაგეგმილ შეხვედრას იხსენებს, რომელიც ხელისუფლების ინიციატივით ჩაიშალა. მაშინ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელს ხელისუფლებამ უფლება არ მისცა, რომ ახმედ უმაროვს არათუ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ თურქეთში მაინც შეხვედროდა. არც მე გადამიშვეს საზღვარზე და არც ის შემოუშვეს საზღვარზე, თუნდაც 1-5 და 10 წუთი რომ ველაპარაკა. მიზეზი იყო შემდეგი, რომ მისი შემოსვლა საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აღაშფოთებდა. ახმედ უმაროვი მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტსა და ინგუშეთში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულის დოკუ უმაროვის უფროსი ძმაა. ჯერ კიდევ მაისის თვეში რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს სპეცსამსახურები დოკუ უმაროვთან მჭიდრო კონტაქტებში დაადანაშაულა.
პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ფაქტი თელავის აქციის შემდეგ ნაცემი ქისტები, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს გუშინ თეთრი ნაბადი აჩუქეს. ორ ახალგაზრდას წუხელ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს. ამ დრომდე არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, თუმცა სასტიკად ნაცემი ანგელი ბოჩაშვილი და ხიზირ ქუშაშვილი პოლიციამ დასაკითხად წუხელვეს საავადმყოფოდან წაიყვანა. თელავში ქართული ოცნების აქციიდან მიმავალ პანკისელ ქისტებს 30-მდე უცნობმა ახალგაზრდამ სცემა. ანგელი ბოჩაშვილი და ხიზირ ქუშაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე ღამით პოლიციამ დაშავებულები დასაკითხად წაიყვანა და უკან მხოლოდ ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დააბრუნა. დაზარალებულები მოძალადეების იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. ძალიან ბევრი იყო, არ ვიცი. ხელში რა მეჭირა? იქვები რა ვიცი, არ ეჭვათ. ანუ ქვები გესროლეს. ქონ გამარტოს. და მიზეზი რა იყო ამ ინციდენტის გამოწვევაში? არ ვიცი მიზეზი. რამდენი დაშავდით იმ დროს? ორი დაუშავდით. ქართული ოცნება ინციდენტს აქციაზე ქისტების მიერ კოალიციის ლიდერისადმი ღიად გაცხადებულ მხარდაჭერას უკავშირებს. ეს არის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ზეწოლა და დევნა ქართული ოცნების მხარდამჭერებისა. ეს ფაქტი არის გაგზავნილი უწყებათა შორის კომისიაში და ჩვენ ველოდებით ამაზე პასუხს. როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა ისევ მიმართავს ქვების როლის პოლიტიკას. კოალიციის ვერსიას არიზიარებენ მმართველი გუნდის წევრები. ნაციონალები ამბობენ, რომ ოპოზიცია დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს. ქართულ ოცნების ინფორმაციას არ ვედნობით, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთის მხრივ გამიზნულად არღვევს კანონს და ამას საჯაროდ აცხადებს და მეორის მხრივ გამიზნულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელიც ამაზე თუ რაიმე სახის დარღვევა არსებობს, რეაგირებას მოახდენ. ერთ-ერთ ასეთ უწყებაში კი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მედიისგან შეიტყვეს. უწყებათა შორისი კომისია აღნიშნულ ფაქტს უკვე სწავლობს. ჩვენთვის ეს ინფორმაცია მედიით გახდა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პერმანენტული კომუნიკაცია გვაქვს საარჩევნო სუბიექტებთან, მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. პოლიციაში გუშინ 9 საათზე შევიდა ეს შეტყობინება. კახეთის რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ და არც იმ გარემოებაზე საუბრობენ, რის გამოც დაშავებული ადამიანების საავადმყოფოდან პოლიციაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. დაისჯება თუ არა კუდის თანამშრომელი ჩადენილი დანაშაულისთვის მედია კავშირი ობიექტივის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს, შესაძლოა თავად დააკისრონ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. მამუკა გობეჩიას დააკითხვა, რომელსაც სახეზე 4 ნაკერი დაადეს, დილის 6 საათამდე გრძელდებოდა, მაშინ როდესაც ადამიანი, რომელმაც გობეჩია დაჭრა, ამ დრომდე არათუ დაკავებული, არამედ არც ეჭვმიტანილია და არც ბრალდებული. გიორგი ყავლაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი აღძრული მუხლის მიხედვითაც კი მას 18 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ეკუთვნის. მედია კავშირი ობიექტივის დამფუძნებელი მამუკა გობეჩია მეცხრე არხთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მას თავს ბასრი იარაღით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი დაესხა, რომელმაც ხელისა და სახის არეში ჭრილობა მიაყენა. გობეჩიას თქმით, ყავლაშვილი მისი მეზობელი და რუსთავი 2 ჟურნალისტ ნათია ტრაპაიძის ქმარია. ყოფილა გიორგი ყავლაშვილი. ეს არის ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის მეუღლე, რომელსაც ჩემი მეზობელი. აი მეორე სართულზე ცხოვრობს. მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს. გობეჩია მეცხრე არხთან საუბრისას იხსენებს, რომ შელაპარაკებისა და დაჭრის მიზეზი ავტომანქანა გახდა, რომელიც მის სტუმარს ეკუთვნოდა და რომლის გადაყენებას ყავლაშვილი ითხოვდა. როგორც კი ჩამოვედით, აი წავიდა ესეთი კინკლაობას ავიჯადო, ჩემი მეუღლე ჩადგა შუაში. აი ამ იმაში პირდაპირ სულად მოულოდნელად ვიგრძენი სერიოზული დარტყმა სახეში. ეხლა მუშტით ამის გაკეთება მგონი შეუძლებელია. ან უნდა იყო მაგარ პროფესიონალი, ან კარატისტი, ან ვიღაცა რა. მთელი დღის მცდელობის მიუხედავად გიორგი ყავლაშვილმა მეცხრე არხის სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ყავლაშვილის მეუღლემ რუსთავი 2 ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ კი განგვიცხადა, რომ მომხდარზე კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს. მე არ ვიცი მაგაში რამდენად შეიძლება დახმარებას, მაგრამ საქმეზე ხო არის გამოძიება და მე შეცდო იტყვის ყველაფერს. თუ ჯობესია რომ შეცდო გააკეთოს კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 118 მუხლითაა აღძრული, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ, თუმცა მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 18 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულებით ან თავისუფლების 1-დან 3 წლამდე აღკვეთით ისჯება. გიორგი ყავლაშვილი დაკითხული. მიმდინარეობს გამოძიება 118 მუხლით ფაქტზე არის საქმე აღძრული. ახლა მიდით დაკითხვები. დაკითხულია ბატონი ყავლაშვილი. და რას მაქვს ინფორმაცია და შემიძლია გითხრათ. კარგად.
მედია კავშირი ობიექტების ხელმძღვანელმა მოხდართან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციაც გამართა. ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავედ თავად დაზარალებული გობეჩია გამოაცხადონ, რადგან გიორგი ყავლაშვილი კუდის თანამშრომელია. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებებზეც საუბრობს, სადაც მისი მტკიცებით მოკლით ემუქრებიან. ჩვენ გვაქვს ეჭვის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ძალოვანები გეგმავენ დაზარალებული გობეჩია გამოაცხადონ დამნაშავედ. მეორე, სისტემატურად ვიღებ მე როგორც ობიექტივის ხელმძღვანელი მუქარის წერილებს სოციალურ ქსელში, გუშინ გვიანღამით კიდევ ერთხელ მივიღე ასეთი წერილი, სადაც მეუბნებიან, რომ ოქტომბრამდე გამანადგურებენ ფიზიკურად, ანუ მომკლავენ და ამას პირდაპირ ვაკავშირებთ ჩვენ საქმიანობასთან. ობიექტივის თანამშრომლები სამართალდამცავებს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. თბილისში ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათა შორისი დელეგაცია იმყოფება ჯგუფი, რომელსაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს. საქართველოში წინა საარჩევნო გარემო შეისწავლის. დელეგაციამ დღეს შეხვედრები პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებთან გამართა. ტომას მელიას შეხვედრა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილის განცხადებით საუბრის მთავარი თემა 1 ოქტომბრის არჩევნები იყო. ნაციონალური მოძრაობის მიზანია რომ გაიმარჯვოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ამ მიზნით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა, მათ შორის მედიის სფეროში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში, მათ შორის ძალიან ბევრი დამკვირვებელი მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ძალიან კარგია, ძალიან მისაღებია ჩვენთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი დაინტერესება, იმიტომ რომ ყველას მხრიდან საქართველო არის აღიარებული როგორც წარმატებული სახელმწიფო, როგორც წარმატებული რეფორმების გამტარებელი სახელმწიფო. თავდაპირველად სახელმწიფო მდივნის მოადგილე დელეგაციის წევრებთან ერთად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ოფისს ესტუმრა. როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერმა აღნიშნა, მხარეებს შორის საუბარი წინა საარჩევნო გარემოს და ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებს შეეხებოდა. ესეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას, დადებით გავლენას მოახდენს საარჩევნო კამპანიის უფრო სამართლიანად და კანონიერების ფარგლებში წარმართვას. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა ყველა იმ გამოწვევაზე გვესაუბრა, რომელიც აქვს თანამედროვე ქართულ საარჩევნო კამპანიას, რას ველოდებით არჩევნების შედეგების თუ არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოს პარლამენტში მუშაობის თვალსაზრისით. მოგვიანებით სტუმარმა ქართული ოცნების ოფისში გადაინაცვლა, სადაც მოლაპარაკებებს თავად ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. შეხვედრის დასრულებისთანავე კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პირადად მიაწოდა ინფორმაცია ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა იმ ფაქტზე, რომელსაც წინა საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი. თვითონ ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ესეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისინი ძალიან კარგად არიან გაცნობიერებულნი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენც მათ დავეხმარეთ და დამატებითი ფაქტები მივაწოდეთ. ისინი ჩამოვიდნენ არა ვინმე მხარდასაჭერად, ან პოზიციის, ან ოპოზიციის, არამედ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად. ხვალ ჰილარი კლინტონის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ბოლოს კი შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება. ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური სფერო და ჯანდაცვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში 4 მთავარი კითხვა სწორედ ამ თემის გარშემო დაისვა. დებატებში მონაწილეობა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა მიიღეს. ბიძინა ივანიშვილმა დებატებში მონაწილეობა არ მიიღო, ამიტომ ერთმანეთს ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი დაუპირისპირდნენ. გამოცხადდა გამარჯვებულიც. პოლიტიკური სუბიექტების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარი პარტიის პრიორიტეტების გარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ხედვაც წარმოადგინეს. ნატოში გაწევრიანებას ეროვნულ ამოცანად მიიჩნევს გიორგი თარგამაძე. ევროპას საქართველოს მომავალს უწოდებს ვანო მერაბიშვილი. შალვა ნათელაშვილი კი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ნატოში ინტეგრაციაზე უარს იტყვის. ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არის არა პუტინი, არა რუსეთი, არა ის რა ქვია ირანი თუ მალაიზია. სააკაშვილის დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკა, ნატოს ძახილმა დაგვაკარგია სამაჩაბლო, დაგვაკარგია აფხაზეთი. ნატოს წევრობა საქართველოსთვის ეს უნდა გახდეს ფაქტორი, რომელიც შეძენს დამატებით წონას საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსული ფაქტორის გაუთვალისწინებლად იქნება ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ სხვა არჩევანი, სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. რუსეთი ვერასოდეს ვერ იქნება ჩვენთვის დემოკრატიის და თავისუფლების მომტანი ქვეყანა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნოთ რუსეთთან ურთიერთობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა. მის სკამზე დადეთ, რომ ამით მაინც ეგება შოება მიიღოს.
ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დებატებში მონაწილეობაზე უარს. ნაციონალურ მოძრაობაში კი ივანიშვილის საქციელი ამომრჩევლის უპატივცემულობად შეაფასეს. ბატონი ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე უპირველეს ყოვლისა არის ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავისთავად ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილი დებატებს თელავში აქციის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა. რეალური დებატები დააფუძნონ და დააწესონ და მიაღებინონ ხალხს დებატებში მონაწილეობა და შესაძლებლობა მისცენ მოსახლეობას. ნახონ კანდიდატები და შეადარონ და ის ინფორმით როგორიცაც ისინი აკეთებენ აბსოლუტურად აბსურდულია. ჟურნალისტ მაგდა პოპიაშვილის თქმით უმჯობესია თემატური დისკუსიების გამართვა. ის კოალიცია ქართულ ოცნებას დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამ დებატებმა ნაკლებად გამოაჩინა თავისი ფორმატიდან გამომდინარე ყველა იმ საკითხზე, რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები, რაც საზოგადოებას აწუხებს სურვებდი, რომ ქართულმა ოცნებამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ყველა მედია საშუალებასთან მიმართებაში და მიიღოს მონაწილეობა დებატებში. დებატების მეორე ეთერი 18 სექტემბერს გაიმართება და ის უკვე კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიის პირველ ნომრებს დაეთმობა. გიგაბლოკერიას წინადადება ტელეკომპანია მაესტროს ხელისუფლებამ მზადა ყადაღა ახსნა სატელიტურ თებშებს იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოს პოსტით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეგზავნება. მიიღებს თუ არა ხელისუფლების წინადადებას არხის მენეჯმენტი საქმე ეხება 30,000 ანტენას და 15,000 რესივერს, რომელიც სოციალურად დაუცველებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა დაურიგდეთ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც იმიტომ მოხვდნენ სოციალურად დაუცველ და ბაზაში, რომ მათ უმეტესობას სახლში ტელევიზორიც კი არ აქვს. ორთვიანი ყადაღის შემდეგ ხელისუფლება ტელეკომპანია მაესტროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცვლის. 30,000 თებშზე სანქციას გააუქმებს, თუმცა იმ პირობით, რომ მათი დარიგებისა და დამონტაჟების პროცესში საქართველოს პოსტა ჩაერთვება. ეს შეთავაზება კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის წევრებს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააცნო. მაესტრო უნდა დადოს შეთანხმება პოსტასთან და დარიგებასაც და უშუალოდ დამონტაჟებასაც მოახდენს მაესტროს სახელით საქართველოს პოსტა. ბუნებრივია შერჩევა მოხდება შემთხვევით შერჩევის პრინციპით სოციალურად დაუცველი ფენებისგან ადამიანები შეირჩევიან. ხელისუფლებამ გადმოდგა ეს ნაბიჯი და თქვა, რომ მე მზადა ვარ რომ მოხსნა ყადაღა. მე კი მაქვს გონივრული და საფუძვლიანი ეჭვები, რომ ეს იყო, მაგრამ ვერ ადასტურებდა ამას სამართლებრივად, თუმცა რა თქმა უნდა უწყებათა შორისი კომისია ამ პოზიციას არ იზიარებს. ისინი თვლიან, რომ მათ აქვთ სამართლებრივი არგუმენტები, მაგრამ სწორედ ამიტომ წამოვიდა მე მგონი დათმობაზე და თქვა, რომ მზად ვარ მოხსნა ყადაღა, ოღონდ აი ამ ფორმით, რომ ავიციოთ თავიდან ესეთ შემდგომი, ასე ვთქვათ, გაუგებრობები ან სამართალ დარღვევები. მაესტროში ხელისუფლების შეთავაზებასთან კითხვები აქვთ. ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძე საინტერესებს თუ რა სქემით მოხდება თებშებისა და მიმღებების დარიგება დამონტაჟება. ტელეკომპანიის მენეჯმენტს მათი დარიგების ვადებიც აინტერესებს. ის რომ საქართველოს პოსტას და მთავრობას გაუჩნდა სურვილი რომ ჩვენი სატელიტური ანტენები დააყენონ მოსახლეობაში ეს კარგია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა რომ ეს მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ოჯახებში და ასე შემდეგ. არის სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახები, სადაც საერთოდ ტელევიზორი არ არის და იქ სადაც ტელევიზორი არ არის, რა უნდა სატელიტურ ანტენას. 11 ივლისს ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი თებშების დაყადაღებას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. პროკურატურა მაშინ აცხადებდა, რომ ტელეკომპანია კოალიცია ქართული ოცნების სასარგებლოდ თვალთმაგსური გზით აპირებდა ათასობით თებშისა და მიმღების დარიგება დამონტაჟებას. ტელეკომპანიის წარმომადგენელთა პროტესტს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია პარლამენტისა და პროკურატურის წინ რამდენჯერმე გაიმართა. ემიგრანტების საკუთარი უფლებების დასაცავად რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ორი მასშტაბური შეკრება ერთ დღეში, რატომ დაამთხვიეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ბათუმის მერიამ პარტიის ხილობა და ბათუმობა. მე რა გქონიათ გულში უნდათ ყრილობა დაემთხვიათ ნაციონალების ბათუმობისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო გამოსული ქალაქში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. მწვანე საქმე სტრასბურგში, დიღმის ტყე პარკის განადგურების საკითხს ევროსასამართლო განიხილავს. დაევალება საქართველოს მთავრობას რომ აღმოხვრას ის უკანონობანი, რაც დიღმის ტყეს პარკის მიმართ განხორციელდა დღემდე.
თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლიათ რადიო ცნობზე FM 98. ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ და არჩევნების ორშაბათს გამართვას აპროტესტებენ. უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე კვირაა ცხადებენ, რომ სამუშაო დღეს ხმის მიცემას ვერ შეძლებენ. ამასთან შესაძლოა მათ არჩევნებში მონაწილეობისთვის დედაქალაქებში ჩასვლაც ვერ მოახერხონ. ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ არ გვეძლევა საშუალება, რომ ქართულ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ემიგრანტებმა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში გამართეს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები მოითხოვენ ხმის მიცემის საშუალება კვირა დღეს მიეცეთ. მათი თქმით, სამუშაო დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებენ. პრობლემას ქმნის ისიც, რომ საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებშია გახსნილი. ვაპროტესტებთ ემიგრანტების უფლების ჩამოყრებას არჩევნებში. ეს არის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. 3-ზე მეტია ემიგრანტები ვითხოვთ დამატებით საარჩევნო უბნებს. ყველა ემიგრანტის სურვილი იქნება, რომ ეს კვირა დღეს მოხდეს, როგორც ყოველთვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონის საკონსულოში შეტანილი იქნა 400 ხელმოწერა, რათა გახსნილი იყოს საარჩევნო უბანი, ხელისუფლებიდან მივიღებთ კიცე უარი. ემიგრანტების მოთხოვნას დაგვიანებულად მიიჩნევენ სამართლიან არჩევნებში. ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ამ საკითხზე ცესკოს პრეზიდენტისთვის აგვისტოს ბოლომდე უნდა მიემართა. საარჩევნო კანონმდებლობა გამონაკლისს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის უშვებს. ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა გაცილებით ადრე რომ დაყენებული იყო, თუნდაც 60 დღით ადრე ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ისიც გავითვალისწინეთ, რომ პრეზიდენტმა სწორედ 60 დღით ადრე გამოაცხადა არჩევნების დღე. ცესკოში კი განმარტავენ, რომ არჩევნების თარიღის შეცვლის უფლებას კანონი არ აძლევთ. ამიტომ ქართველი ემიგრანტების მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებენ. არჩევნების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად და ეს საკითხი არ რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. რაც შეეხება დამატებით უბნებს, გადაწყვეტილებას კომისია იღებს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამორჩეულთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მონაცემებით საზღვარგარეთ საქართველოსთან 300,000-ზე მეტი მოქალაქეა გასული. საკონსულოებში საარჩევნოდ რეგისტრაცია მხოლოდ 50,000-მდე ემიგრანტმა გაიარა. არაოფიციალური ინფორმაციით კი საზღვრებს გარეთ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფება. სამუშაოს მაძიებლთა აღრიცხვის პროგრამა 4 თვის ნაცვლად მხოლოდ 2 თვის განმავლობაში განხორციელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროგრამის აგენტები აქტიურად სტუმრობენ ოჯახებს და არწმუნება, რომ ქვეყანაში 70,000 სამუშაო ადგილი გამოთავისუფლდა. რას პირდებია რა აგენტები უმუშევრებს? არსებობს თუ არა რეალურად 70,000 სამუშაო ადგილი საქართველოში და არის თუ არა რეალური დამსაქმებელი დასაქმების სახელმწიფო მინისტრი? არსებობს ყოველდღე რაღაც ბაზა უკვე რაც შეიძლება თქვენ განიხილებოთ. არა. ვაკანსიების მსურველთა ბაზა კი არა, თვითონ სამუშაო ადგილების ბაზა არის თუ არა. ეს ჩვენ იმიტომ ავსებდა, იმიტომ გამოთავისუფლებული ეს ადგილი და არის რეალურად დასაქმებული. 70,000 ადგილია და სად არის სამუშაო? მე ხო კონკრეტულად ვერ გეტყვი. ფარულად გადაღებულ კადრებში დაფიქსირებული ქალბატონები სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის აგენტები არიან. მათი მტკიცებით საქართველოში 70,000 სამუშაო ადგილი გათავისუფლდა, თუმცა სად არის ეს ვაკანსიები კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ. დასაქმების მინისტრის აპარატში 70,000 სამუშაო ადგილის არსებობას უარყოფენ, ოფიციალურ კომენტარზე კი უარს აცხადებენ. ეს არის ჩვეულებრივი მარტივი წინა საარჩევნო პიარი, რა თქმა უნდა უწყება მაგას არ აცხადებს, მაგრამ ხალხი არის დატრენინგებულები, ეს რეგისტრატორები, რომ ყველანაირად უნდა შეალამაზონ არსებული სიტუაცია და ხალხს მისცენ დაპირება. თამარ იუვაშვილი უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, სახელმწიფო მხოლოდ სამუშაოს მაძიებელთა ელექტრონულ ბაზას ქმნის, რომელიც დასაქმების ვებგვერდებისგან არაფრით განსხვავდება. 2002 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 92 კონვენციის რატიფიცირებას. ეს არის კონვენცია დასაქმების სამსახურის შექმნის თაობაზე. რატო იგონებენ ველოსიპედს? ადგენენ და შეასრულონ აი ეს რატიფიცირებული კონვენცია. წინასაარჩევნო პროპაგანდად მიიჩნევს 70,000 ადამიანის დასაქმებას ეკონომიკის ექსპერტი თემურ გიორხელიძეც. მისი განმარტებით დასაქმების ერთადერთი გზა განვითარებული ეკონომიკა და სამართლიანი ბიზნეს გარემოა. ალტერნატივა იმას, რომ ადამიანები დასაქმებას უზრუნველყოფდნენ თავიანთი ეკონომიკური აქტივობით და თავისი ეკონომიკური აქტივობით ასაქმებდნენ იმ ადამიანებს, რომელიც მათ ბიზნესებს სჭირდებათ, ჯერჯერობით მოგონილი არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური განცხადებით საქართველოში 773,000 უმუშევარია. ვებგვერდზე არ არის განმარტებული რა სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნება ეს რიცხვი. ექსპერტების გათვლით კი დაუსაქმებელთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
დღესასწაული, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 8 სექტემბრის ყრილობას დაემთხვა, ბათუმის საკრებულომ 6 სექტემბრის ხდომაზე დაგეგმა. 2 დღით ადრე დაანონსებულ მასშტაბურ ღონისძიებაში ბათუმის მერიამ 250,000 ლარი დახარჯა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიიჩნევს, რომ საჯარო სახსრებით დაფინანსებული ზეიმი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობას საგანგებოდ დაამთხვიეს. ბათუმობის დღესასწაულისთვის ბიუჯეტიდან მილიონის მეოთხედი დაიხარჯა. დღესასწაული ამ სახელწოდებით ბათუმის ისტორიაში პირველად გაიმართა და ნაციონალური მოძრაობის ყრილობას დაემთხვა. ბათუმობა 2012 თარიღი ქალაქის საკრებულომ 6 სექტემბრის ხდომაზე გამოაცხადა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა და ბათუმობა ერთმანეთს საგანგებოდ დაამთხვიეს. მე რა ქონიათ გულში უნდათ ყრილობა დაემთხვიათ ნაციონალებს ბათუმობისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო გამოსული ქალაქში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, სამარცხვინო ღონისძიება ჩატარდა. ბათუმის ვიცემერი ნათია სურგულაძე ამბობს, რომ ბათუმობისთვის მზადება 2011 წელს დაიწყო. ასეთი მასშტაბური დღესასწაულის თარიღის 2 დღით ადრე გამოცხადებაში ის საეჭვოს ვერაფერს ხედავს. წინა საარჩევნო პერიოდია და ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს არ ყოფილიყო მასშტაბური და რაღაც ძალიან ბევრი, რასაც ვფიქრობთ ხოლმე და როგორც გვინდა, რომ ბათუმობა იყოს და როგორც წარმოგვიდგენია. საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი მერიის ანგარიშს ელოდება, აინტერესებს რაში იხარჯება ხალხის ფული. 250,000 ლარი დახარჯოს მერიამ ნარდის და დომინოს თამაში და თევზის ჭერაში თურმე სამარცხვინოა. დღესასწაულის ფარგლებში ბათუმში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ბათუმის მერიამ აანაზღაურა მიწვეული სტუმრების სასტუმროსა და გზის ხარჯებიც. შესყიდვების გეგმასა და კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვას მეცხრე არხს ბათუმის ვიცემერი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ შეჰპირდა. აბა ისე როგორ გავაკეთებდით ხარჯთაღრიცხვი დეტალურია ამისი, დღეს ვერ მოგცემთ ალბათ, იმიტომ რომ ამას სჭირდება წერილი, ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურა. ბათუმობა, როგორც მერიაში ამბობენ, სამომავლოდ ყოველწლიურად გაიმართება. ნინა ხატისკაცის გათავისუფლების შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ ერთმა გამოცდილმა თანამშრომელმა დატოვა. რიკა ბასილაია შავგულიძე მამის მიზეზად ერთ-ერთი გავლენიანი პირის რჩევა დაასახელო. მიეღო მეცხრე არხის წინადადება და ახალ გახსნილ ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმები გადაეღო. ბასილაია აცხადებს, რომ ერთი შეხვედრით ამ კეთილი რჩევის უკან ორგანიზაციის სურვილი იმალებოდა თავიდან მოეშორებიდან თანამშრომელი, რომელმაც ნინა ხატისკაცის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ბასილაიას მიერ მომზადებული ფილმი ქართულ მედიაზე მეცხრე არხის ეთერში უახლოეს დღეებში გავა. მოხდა ისე, რომ მე დამიკავშირა ერთი ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელმაც მირჩია კეთილი რჩევა მომცა, ასე ვთქვათ, რომ მეფიქრა მეცხრე არხთან თანამშრომლობაზე. რადგან მისი აზრით ეს იქნებოდა კარგი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. მე განვითარდა ნინა ხატისკაცთან დაკავშირებული პროცესები, რაც იყო ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო. და მე აი ამ მოვლენას მთლიანად მე ეს ამბავი გავაპროტესტე. როგორც ჩანს, მათ არ მოეწონათ ეს ჩემი პოზიცია და მე ბოლო დროს ვიგრძენი, რომ უბრალოდ არ ვიყავი სასურველი თანამშრომელი საბოლოო ჯამში და გადავწყვიტე მე თვითონ წავსულიყავი, ასე ვთქვათ. კანალიზაციის ღია სისტემა, ბენზინგასამართი სადგურები და მაღაზიები, რომლებიც სარეკრეაციო ზონას სერიოზულ ზიანს აყენებს. დიღმის ტყე-პარკის საქმე მევროპოლის სასამართლოს პირველი ეტაპი გაიარა. წერილობითი დოკუმენტებით, ფოტო და ვიდეო მასალით გამყარებულ სარჩელზე, რომლის განხილვაზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იმსჯელებს. ტყე-პარკის კუთვნილი ტერიტორიის ბოლო გასხვისება 2008 წელს მოხდა. საკუთრების საბუთზე ყოფილი ვიცე-პრემიერის მამუკა ახვლედიანი აწერს ხელს. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების საქმე სტრასბურგის სასამართლოშია. თუმცა სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. ერთი კვირა რაც დემონტაჟი დაიწყო და იგეგმება ახალი გაზგასამართი სადგურის მშენებლობა. დაახლოებით 4 თვეში უნდა დასრულდეს მაქსიმუმი, ყველაზე მაქსიმუმი. საკუთრების მოწმობას ხელს აწერს ბატონი მამუკა ახვლედიანი. ნაკვეთი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, შპს ზამბახს 1995 წელს ჯერ დროებით სარგებლობისთვის, ხოლო 2008 წელს უკვე კერძო საკუთრებაში გადაეცა. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცეში პარლამენტის 2007 წლის გადაწყვეტილებას გვიჩვენებენ, რომელიც ბაღებისა და პარკების ტერიტორიის გასხვისებას კრძალავს. აკრძალვის მიუხედავად საკუთრების უფლებაზე მაშინდელი ვიცემერის მამუკა ახვლედიანის ხელმოწერა ფიგურირებს. მამუკა ახვლედიანმა გააგრძელა დიღმის ტყე-პარკის მიწების ლეგალიზაცია. მეცხრე არხმა მერიასა და საკრებულოს მიმართა, სადაც რამდენჯერმე გადაგვამისამართეს. მაგრამ ეს მაგდას დაურეკო ჩემო კარგო.
მთლიანს დაურეკეთ, ბოდიშ გიხდით. თიან მითხრა მაგდას დაურეკეთოდა. ხვედი ეს თუ ეხება თქვენ საკრებულოს უნდა დაურეკოთ, შეგეშლებათ მაშინ. ეს პერიოდი როცა ბატონი მამუკაძე და მერიაში მუშაობდა, მერის საკითხია კომპეტენციაში, შეგიძლიათ მერის პრესტაჟს დაურეკოთ. მათ მითხრეს, რომ თქვენთვის დამერეკა, რადგან მამუკა ახლედიანს ეხებას აქ. ბატონი მამუკა არ არის ახლა საქართველოში, ამიტომ მე მის ნაცვლად ვერ გახსნით რა საკვირველია პასუხი. ახლა მერია მაგით გამოგამისამას მაშინ დაელოდეთ ბატონ მამუკას. ახლედიანის საქართველოში დაბრუნებამდე ტყეპარკის საქმემ სტრასბურგის სასამართლოს პირველი ეტაპი უკვე გაიარა. უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად დიღმის ტყეპარკის საქმე. დასაბუთება ის იყო, რომ არ არის საინტერესო წარმოებისთვის შესასწავლად და გავაგზავნეთ სარჩელი სტრასბურგში. პირველი ეტაპი განვლილია და მეორე ეტაპისათვის მივიღეთ შეტყობინება, თუ როდის იქნება მეორე ეტაპი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი დიღმის ტყეპარკის გახმაურებულ საქმეს უსაფრთხო სივრცე მოიგებს? დაევალება საქართველოს მთავრობას, რომ აღმოხვრას ის უკანონობანი, რაც დიღმის ტყეპარკის მიმართ განხორციელა დღემდე. ამას შეიძლება შედიოდეს დემონტაჟიც. სანამ ტყეპარკის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს უსაფრთხო სივრცე მამუკა ახლედიანის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიზეზით, პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს. სასკოლო სახელმძღვანელოები წელს საქართველოში მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. თითოეული წიგნის ფასი კი 10 ლარზე მეტი არ იქნება. სახელმწიფო წიგნებს საჩუქრად სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილებსა და იმ მრავალშვილიან ოჯახებს გადასცემს, საიდანაც სკოლაში 3 ან 3-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიიჩნევა, რომ წიგნების სკოლებში გაყიდვა საუკეთესო გამოსავალია ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე არსებული ხელოვნურად გაზრდილი ფასებისაგან დასაცავად, თუმცა მშობლები ამბობენ, რომ წიგნის ფასი შარშანდელის მსგავსად წელსაც მაღალია. მეხუთე კლასელი ნატალია ვაშეკიძე წიგნის ფასებს დედასთან ერთად ინტერნეტში ათვალიერებს. წინასწარი გათვლებით სასკოლო წიგნების შეძენა მის მშობლებს 100-დან 150 ლარამდე დაუჯდებათ. ნატალიას დედა მიიჩნევს, რომ წიგნები ისევ ძვირია და კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ საკითხს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც უამრავი ოჯახია გაჭირვებული და ძალიან ბევრი არ მუშაობს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი თანხა მათი ოჯახებისთვის და ძალიან ბევრი ალბათ ვერ შეძლებს ან კიდევ უფრო მეტ ძალიან გაუჭირდება. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ თითოეული წიგნის ფასი 10 ლარს არ აღემატება და უშუალოდ სამინისტრო აკონტროლებს თუ რა ფასად იყიდება სახელმძღვანელოები. თუმცა ხატია დეკანოიძე არ აღნიშნავს, რომ თითო საგანში მოსწავლეს ხშირად რამდენიმე წიგნი და სამუშაო გვეული სჭირდება, რაც ხარჯს ერთიორად ზრდის. იქ საწერია ფასი, ასევე გამოკრული იქნება ყველა იმ ადგილას, სადაც გაიყიდება ეს წიგნები და სადაც ის ადამიანები, რომლებიც ჩაებმევიან უშუალოდ ამ წიგნების გაყიდვაში, ყველა მათგანმა იცის ფასი, გამოკრული იქნება სტენდებზე, სკოლებში თუ სავაჭრო წერტილებში, რომ არც ერთი მშობელი არ შევიდეს შეცდომაში. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, სახელმწიფო განათლების სისტემაზე არასათანადოდ ზრუნავს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე, საერთოდ ქვეყნებში საერთოდ ჩვენ მივისწრაფი და სადაც ადამიანების სოციალური დაცულობა არის ბევრად უფრო მაღალი, იქაც კი მოქმედებს გარკვეული შეღავათები. სახელმძღვანელოების გაყიდვა სკოლებში ოფიციალურად დღეს დაიწყო, თუმცა მშობლების უმეტესობა წიგნებს კვლავ ბაზრობაზე ეძებს იმ იმედით, რომ მათ შვილებს მეორადი წიგნების გამოადგებათ. ინარის ახმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა ახმედა, რომლის დაკავების ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც ინფორმაციამ გაჟონა. ჩატაევი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და ავსტრიაში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი, ევროპაში კავკასიის იმარატს წარმოადგენს. ის FSB-ს მოთხოვნით რამდენჯერმე იყო დაკავებული, თუმცა ვერცერთხელ ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა მისი რუსეთისათვის გადაცემა. ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი ახმედ ჩატაევს დღეს ახმედ უმაროვთან ერთად ახსენებს. მისი თქმით, დოკუ უმაროვის უფროსი ძმა ჩატაევთან ერთად პანკიში დაჯგუფება წვრთნიდა. ეს სწორედ ის ახმედ უმაროვია, რომელმაც რადიო ეხო კავკაზის ეთერში დარეკა და უცნაური განცხადებები გააკეთა. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ფაქტი, თელავის აქციის შემდეგ ნაცემი ქისტები და შეფასებები, რომელიც გუშინდელ ინციდენტს მოყვა. ორ ახალგაზრდას, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების აქციაზე თეთრი ნაბადი აჩუქეს წუხელ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს. ამ დრომდე არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, თუმცა სასტიკად ნაცემი ანგელი ბოჩაშვილი და ხიზირ ქუშაშვილი პოლიციამ დასაკითხად წუხელვე საავადმყოფოდან წაიყვანა.
დაიჯება თუ არა კუდის თანამშრომელი ჩადენილი დანაშაულისთვის. მედია კავშირი ობიექტივის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელიც საკუთარ სახლთან დაჭრეს, შესაძლოა თავად დააკისრონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მამუკა გობეჩიას დააკითხვა, რომელსაც სახეზე 4 ნაკერი დაადეს, დილის 6 საათამდე გრძელდებოდა. მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელსაც გობეჩია დაჭრა, ამ დრომდე არათუ დაკავებული, არამედ არც ეჭვმიტანილი და არც ბრალდებულია. გიორგი ყავლაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი, აღძრული მუხლის მიხედვითაც კი მას 18 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ეკუთვნის. გიგაბოკერიას წინადადება ტელეკომპანია მაესტროს ხელისუფლებამ მზადაა ყადაღა ახსნას სატელიტურ თებშებს იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოს პოსტით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეგზავნება. მიიღებს თუ არა ხელისუფლების წინადადებას არხის მენეჯმენტი, საქმე ეხება 30,000 ანტენასა და 15,000 რესივერს, რომელიც სოციალურად დაუცველებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა დაურიგდეთ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც იმიტომ მოხვდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რომ მათ უმეტესობა სახლში ტელევიზორიც კი არა აქვს. საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ხვალბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თემურ ქეცბაიას გუნდი 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ეგიდით მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელებმა დღეს პრესკონფერენციები გამართეს. საქართველოს ნაკრებს ხვალ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს თემურ ქეცბაიას გუნდის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩი ესპანეთის ნაკრები იქნება, რომელიც მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ჯვაროსნებმა დღეს დასკვნითი ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე ჩაატარეს, მანამდე კი ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა. მათ სტილს მთელი მსოფლიო უკავშირდება და ვერაფერი ვერ მოუხერხეს გაიგედა ახლა. არც ისეთი ადვილი საქმეა. მაგრამ ხო გეუბნებით რა, მე ჯერა ბიჭების რომ გამოვიდე ხვალე და მაქსიმუმ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ახლა დანარჩენი ახლა უკვე ხვალე მინდორზე გამოჩნდება. წვრთნაში ჯანო ანანიძის გარდა ნაკრების სრულმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა ეროვნული გუნდის თავკაცის განცხადებით მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველს 2 დღეა ტემპერატურა მაუწია და ამ მიზეზით ვერ ვარჯიშობს. ნაკრების სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ჯანო ხვალინდილ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ტიტულოვან მეტოქესთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრებში კარგი განწყობას უფევს. მოთამაშეები თვლიან, რომ მათ ესპანელებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. მეტი სტიმული არის, დიდი სტიმულია, რა თქმა უნდა, ახლა ესპანეთის ნაკრებში ყველა ვარსკვლავი თამაშობს. და ჩვენთვისაც დიდი სტიმულია, რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშოთ, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ჩვენი მომავლისთვის და რა ვიცი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ და ნამდვილად ყველაფერი დავდოთ, რაც შეგვიძლია. საბრძოლო გაწყობა არის ბიჭებში, ნაკრებში, რა თქმა უნდა, გამარჯვება, დაგვეხმარება ფსიქოლოგიურად, ყველაფერს გავაკეთებთ, დავდებთ ყველაფერს მოედანზე და იმედია რომ შედეგს მივაღწევთ. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მზარდი და ანგარიში გასაწევი ძალა, ასეთი მოსაზრება დააფიქსირეს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა და ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელბოსკემ სასტუმრო რედისონში დღეს გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე. მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსული და ხვალინდილ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. საქართველოს ნაკრების მატჩი ბელორუსიასთან ნახეთ და მათ შორის მეკარე ლორია ანანიძე და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ მეტოქის შეუფასებლობა დაუშვებელია. ხვალინდელ მატჩში ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება, თუმცა იოლ შეხვედრას არ ველით. ესპანეთის ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე. შევეცდებით ჩვენი სათამაშო სტილის ერთგულები დავრჩეთ და საქართველოსთან დაპირისპირებაში მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ. წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფში ფავორიტების დასახელება ძნელია ტიტულებით, რა თქმა უნდა, ესპანეთი და საფრანგეთი დანარჩენ გუნდებს აღემატებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო, ბელორუსი და ფინეთი სუსტი გუნდები არიან და მატჩებს უბრძოლველად დათმობენ. თვლი რომ ბრაზილიაში მოსახვედრად ჩემმა გუნდმა ყოველ შეხვედრაში საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. საღამოს ეროვნული არენის მოედანზე ესპანეთის ნაკრების დაიტვირთა ვისენტე დელბოსკეს ვარსკვლავური ნაკრები დაახლოებით 1 საათის მანძილზე ვარჯიშობდა. აპენინელებს საკადრო პრობლემები არ აწუხებთ. საქართველოს და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ 21 საათზე და 30 წუთზე აიღებს სტარტს. ჯვაროსნებს, რომლებმაც შესარჩევი ციკლი ბელორუსთან გამარჯვებით დაიწყეს, უძლიერეს მეტოქესთან წარმატებული თამაშით სატურნირო მდგომარეობის განმტკიცების და საფეხბურთო სამყაროს გაოცების შანსი აქვთ. თბილისის ზოოპარკში 3 ბოკვერი დაიბადა. ინფორმაცია ბოკვერების დაბადებასთან დაკავშირებით ზოოპარკის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ახალი ბინადრების სპეციალურ ვოლიერებში არიან მოთავსებულები. ზოოპარკის სტუმრებს ლომის ნაშიერების ნახვა რამდენიმე კვირაში შეეძლებათ. თბილისის ზოოპარკში სიმბასა და ნალას 3 ბოკვერი შეეძინათ. ბოკვერების სქესი ჯერ უცნობია. ზოოპარკის თანამშრომლები ახალშობილებს შორიდან აკვირდებიან. ჩვენ ისიც არ ვიცით გადარჩება თუ არა ყველა ბოკვერი, იმიტომ რომ მაინც სიცოცხლესთან, ცოცხალ ორგანიზმთან გვაქვს საქმე და სადაც სიცოცხლეა, იქ ბუნებრივია სიკვდილიც არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ 3-ვე ბოკვერი გადავარჩინოთ.
ფოტოები, რომლებსაც ახლა ხედავთ, ზოოპარკის თანამშრომელმა ბოკრების დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაიღო. მას შემდეგ ცხოველები მათთვის განკუთვნილ გალიაში იმყოფებიან, სადაც დედალომი მათ გამოსაკვებად შედის. ძალიან კარგია, როდესაც თავად დედა ზრდის ხოლმე თავის ნაშიერებს, იმიტომ რომ რძესთან ერთად ისინი მათი ორგანიზმი ძლიერდება, იღებენ იმუნიტეტს და ასე ვთქვათ, ნაკლებად სენსიტიურები ხდებიან სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ზოოპარკის ახალბინადრებს დაბადებისთანავე ჩაუტარდათ ყველა საჭირო პროცედურა. ისინი ვეტერინარების მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. ვოლიერში დამატებით შეიტანეს თივა და საჭირო ინვენტარი. ამჟამად ბოკრების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, იმიტომ ერთადერთი ახლა რაც შეგვიძლია არის ვიზუალური შეფასება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვინაიდან ყოველგვარი ჩარევა, იქ შესვლა, ხელით შეხება სუნს ტოვებს ამ ბოკრებს და შეიძლება ამ სტრესული ფაქტორი გამოიწვიოს როგორც დედაში, ასევე მამაში, ამიტომ ამას ვერ იდებს ჯერჯერობით. ლომების წყვილი ნაშიერების მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენს, რაც ზოოპარკის თანამშრომლის თქმით იშვიათობაა. ბოკრებისთვის სახელების შერჩევა კონკურსის მეშვეობით მოხდება. რადიო უცნობმა დღეს გადაცემების ტრანსლირება სატელევიზიო ეთერი დაიწყო. რადიო არსებულ ფორმატს ინარჩუნებს და გადაცემებს მსმენელს უკვე ტელეეკრანებზე სთავაზობს. ჯერჯერობით რადიო უცნობის ტელეეკრანებზე ნახვის საშუალება მხოლოდ Global TV-ს მომხმარებელს აქვს, თუმცა არხის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მოლაპარაკება სხვა სამოუწყებლო ქსელებთანაც მიმდინარეობს. უსმენთ რადიო უცნობს, მაგრამ დღეიდან თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მას. დღეიდან რადიო უცნობმა მაუწყებლობა სატელევიზიო ეთერით დაიწყო. იმავე სახელწოდების ტელევიზია რადიოს ფორმატს ინარჩუნებს და ტელემაყურებელს საინფორმაციო, ანალიტიკურ და გასართობ პროგრამებს თავაზობს. ვეცდებით ყველანაირად, რომ ეს რადიო იყოს არა მარტო რადიო ეთერში, ტელევიზიაში, არამედ იყოს კარგად საყურებელი, ლამაზი საყურებელი და საინტერესო საყურებელი. პირველ რიგში ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ტელეკომპანია უცნობი პირველად სატელევიზიო ეთერში გადაცემა დიალოგებით გავიდა. გადაცემის წამყვანი ნათია გამცემლიძე ყოველდღე კვირის გარდა ტელემაყურებელს ეკრანებთან საინტერესო სტუმრებთან ერთად ეპატიჟება. ის რომ რადიო უცნობის ბაზაზე უნდა გაკეთებულიყო ტელეკომპანია უცნობი, ამის სურვილი დიდი ხანია არსებობს და ვთქვათ, იყო პერსპექტივაში ეს ყველაფერი, მაგრამ აი ესე უეცრად შეესხა ხორცი ამ ყველაფერს. ამ სტუდიიდან ტელეეთერში საინფორმაციო გამოშვება 5 წუთით ადრე გავა. რადიო უცნობის მსმენელი გადაცემებს პოლიტბიურო, თავისუფალი სიტყვა, აივნებიან ქალაქში და ჭიჭიკოს და ბიჭიკოს უკვე ტელეეკრანებზე იხილავს. ეს იქნება რადიო, ოღონდ ტელევიზორში. რაც არის რადიოში, რა გადაცემებიც არის რადიოში, იმას იხილავს პირველ რიგში მაყურებელი ტელევიზორში და შემდეგ უკვე დავამატებთ ახალ გადაცემებს. კიდე გვაქვს სხვა საიდუმლო სიურპრიზები მომზადებული. ტელეკომპანია უცნობის ყურება ჯერჯერობით მხოლოდ Global TV-ს მომხმარებლებისათვის იქნება შესაძლებელი. და ბოლოს ეკაბერიძე მთავარი კითხვით სტუმრებისა და თემების შესახების თავად გვესაუბრება ეკა საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, ნათია მივესალმები მეცხრე არხის მაყურებელს. გადაცემის პირველ ნაწილში მთავარ კითხვა სიძულვილის ენის შესახებ საარჩევნო კამპანიაში ზაზა შათირიშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რა პასუხისმგებლობას იღებენ საქართველოს მეგობრები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე? პრაღიდან ჩაგორთვება ირაკლი ალასანია. მადლობა. მთავარი კითხვა რამდენიმე წუთში ახალი ამბის დასრულებისთანავე გავა პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებდით მეცხრე არხს 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობით ნახავთ.